გესალმებით მოგვითხრობ არსება და არ გავზიჩერასონ სამი და დღეს მეგობრებო მოკეთ მე უნდა მოგიყვეთ ფაქტები ფაქტები ჩემი სოფლის შესახებ სპეციალურად ამისათვის დღეს მე ავიღე კრეატივი რა იცით ჩემი სოფლის შესახებ იმის გარდა რაც მე გაჩვენებთ სოფელში ну იცით ის რომ ჩემ სოფელში არის ძალიან ბევრი ასე ვთქვათ პრობლემები იმის შესახებ რომ ბევრს უნდა მისი აფეთქება, ბევრს უნდა მისი განადგურება და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ არ იცით როგორ ასე ვთქვათ არსებობდა ჩემი სოფელი, ანუ როგორ დაარსდა საერთოდ ეს სოფელი. და დღეს მე მინდა მოგიყვეთ რამოდენიმე ფაქტი ჩემი სოფლის შესახებ. და მოით ახლა დავიწყოთ. პირველი ფაქტი ეხება ჩემს სახლს. როგორც თქვენ მეგობრებო იცით, ну ჩემი სახლი არის უბრალო ასეთი ხისგან გაკეთებული სახლი, მაგრამ ბევრმა არც კი იცის, რომ ჩემი სახლის რომ გავთხაროთ, აქ არის განლაგებული ასეთი საიდუმლო ყუთი. სადაც მე სადაც მე ვდებ დამატებით ინსტრუმენტებს, დამატებით რაღაც ბიუჯეტს, დამატებით ისუმრუდებს და ალმასებს და ასე შემდეგ ზოგჯერ ბრონზსაც კი ვდებ. მოკეთ მეგობრებო, ეს ყუთი არის ასე თქვა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჩემს სახლში. ეს არის მეგობრებო პირველი ფაქტი, მაგრამ როგორც თქვენ იცით, ვინც უყურებდა ჩემს ძველ ვიდეოებს, იცით რომ მე ერთხელ უკვე ვაჩვენე ეს ყუთი. მაგიტომ მოით ეგრევე გადავიდეთ შემდეგ მითზე. და შემდეგი მითი ეხება ჩემს სახლს და ჩემს მიერ გაკეთებულ ფერმას. აი ახლა თქვენ ხო უყურებთ ამ ტბას, ხომ? აი ესეთი ლამაზი ტბა, რომელიც აი ესე იქ თავდება, მაგრამ თქვენ არც კი იცით, ადრე როგორ იყო განლაგებული ჩვენ სოფელში. შეხედეთ, ადრე, როდესაც ეს სოფელი კიდე არსებობდა, მაგრამ მე კიდე ჩემი სახლი არ დავაარსე. ეს სახლი, ეს ტბა უпростоეთ გადიოდა, იცით როგორ აი ასე მიდიოდა, აი აქამდე მეგობრებო, აი ასე სულ და აი აქ მთავრდებოდა, აი სადღაც აქ. ზუსტად სადაც იყო ჩემი სახლი, ну ადრე არ იყო ჩემი სახლის ტერიტორიის მაგივრად. მოკეთ აქ იყო სულ დატბორებული ტბით. ანუ აქ სულ იყო განლაგებული წყალი და მთავრდებოდა ეს წყალი სადღაც, ну აი აქამდე. ეს ტბა მეგობრებო, რომელიც ასე ვთქვათ, ჩემი აზრით იყო საერთოდ არაფრისთვის აქ არ იყო, მოვაშორე მე. ანუ გამოისო მე მიწით აქ ყველაფერი აქ დავყარე და ტბა შევამოკლე აი ამ ტერიტორიამდე, ვინაიდან მე მინდოდა რომ ჩემი სახლი ამეშენებინა იმ ტერიტორიაზე, რომ ყოფილიყო ძალიან ლამაზი ხედი აი ამ ტბაზე, ამ ბუნებაზე და ასე შემდეგ. ასევე მეგობრებო, აქ დავარსე ჩემი ფერმები და ფერმებისთვისაც მეგობრებო ზუსტად მე მოვაშორე ეს ტბა აი აქედან აი იქამდე. მაგიტომ ეს არის ასეთი, ну პატარა მითი, როგორ ასე თქვა დაარსდა ჩემი სახლი. მაგიტომ მოითხოვე გადავიდეთ შემდეგ მითზე. და შემდეგი მითი მეგობრებო ეხება ჩვენს ეგრეთ წოდებულ მარჯვენა მთას. ვინც არ იცის მეგობრებო, მე უკვე რამოდენიმეჯერ ვიდეოებში ვამბობდი, რომ ეს ტერიტორია არის ჩვენი მარჯვენა მთა. წინა ვიდეოში მე ვთქვი, რომ რატომ დაარსდა, რატომ ჩვენ ვეძახით ამ მარჯვენა მთას. და ვინც არ უყურა წინა ვიდეოს, უყურეთ აუცილებლად, ძალიან საინტერესო გამოვიდა და ვინც არ უყურა წინა ვიდეოს, გეუბნებით კიდევ ერთხელ უფრო ასე ვთქვათ საინტერესოდ. მოკეთ შეხედეთ, რატო ვეძახით ჩვენ ამ პატარა გორაკს მთას, მარჯვენა მთას. იცით რატომ? ვინაიდან ჩვენი სოფელი აი აქ, აი ამ ადგილზე ადრე იყო განლაგებული, აი იცით რომ რამხელა მთა, აი მეგობრებო, აი ამ ხელა მთა. აი სადღაც აი აქამდე მეგობრებო, აი აქამდე სიმაღლით ადიოდა ჩვენი მთა. ანუ მარჯვენა მთა ჩვენ დავარქვით იმის გამო, რომ ეს იყო ნამდვილი მთა მეგობრებო, აბარა, აი ახლა მოით მეგობრებო გაჩვენებთ რამხელა იყო. აი ასე ადიოდა, აი ეს სულ ადიოდა, ასე ადიოდა და აი ამ ღრუბლებამდე ადიოდა, მოკეთ მეგობრებო და რატომ შემოკლდა. წინა ვიდეოში მე უკვე მოგიყევით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც არ უყურა წინა ვიდეოს, ვეუბნები ზუსტად იმ ადამიანებს, რომ ჩვენ გვინდოდა
არა აი ამ ხელა მთის ხედვა, არამედ პატარა გორაკი, რომელზედაც იქნებოდა პატარა ბუნება, პატარა ტყე და მოკეთ ჩვენ ჟიწენიკებთან ერთად შევამოკლეთ ეს მთა, აი იქედან ასე წამოვიდით და აქამდე. პატარა გორაკი მეგობრებო, ასე ეგრეთ წოდებული პატარა გორაკი დავტოვეთ. სადაც ჩვენ დავრგვით მერე აი ამდენი ხე. მაგრამ მეგობრებო, ჩვენთვის ასე თქვათ იმისათვის რომ სულ გვახსოვდეს რომ აქ ადრე იდგა ამ ხელა მთა. არ დავარქვით ამას პატარა გორაკი, არამედ ამას აქვს იგივე წოდება, ანუ მარჯვენა მთა. მოდით მეგობრებო, ახლა გადავიდეთ შემდეგ მითზე. შემდეგი მითი აგრეთვე ისევ ეხება მარჯვენა მთას. მოკლედ, აი აქ ხوارი უბრალოდ აი მთა რომელზედაც ანუ თითქოს მანდ არაფერი არ არის. მაგრამ მეგობრებო, აქ ასე რომ გავთხაროთ, აი ასე. აქ თქვენ დაინახოთ წყალს. და თქვენ გეგმებათ ეს რაღაც პატარა გუბე აი მაინკრაფტში და მინიკრაფტში რომ არსებობს, თქვენ ხო იცით აი მაინკრაფტში ზოგჯერ აი ესეთი რესპაუნდება, მაგრამ არა მეგობრებო, ეს უბრალო გუბე არ არის, გონიათ. აქ ადრე იყო განლაგებული ტბა. ანუ ეს ტბა რომელსაც თქვენ აქ ხედავთ, ეს არის საერთოდ სულ ტბა, რომელიც არსებობთ ერთს მეგობრებო, მოიცეთ დღე ჩავთვატო, ღამეს არ მინდა რომ გადავიღო. ასე უფრო კარგია, დილას უფრო კარგია, მოგეჭახეთ, ეს ტბა სულ არსებობდა, იარსებებს და იქნება ჩვენ სოფელში. შემდეგ მეგობრებო, რა უნდა გითხრათ? აქ ადრე იყო განლაგებული ტბა. ზუსტად აი მარჯვენა მთის შიგნით. მე ზუსტად მეგობრებო ვერ გეტყვით რომელი იყო პირველი, რომელი პირველად დაარსდა ტბა, თუ ეს ჩვენი მარჯვენა მთა. ზუსტად მეგობრებო ეს არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი რის გამოც ეს ტბა გადაიქცა ამ პატარა გუბედ. საქმე იმაშია მეგობრებო, როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ ვამოკლებდით ამ მარჯვენა მთას აი აქამდე, ეგ ტბა იყო განლაგებული სადღაც აი აქ, აი ამ ხეობაზე. ეგ ტბა ჩვენ მერე ჩავთხარეთ. ისე ჩაითხარა მეგობრებო, ეს უკვე თვითონ ბუნებამ ასე განლაგდა ეს ტბა, თორე ჩვენ რამოდენიმე ბლოკით შიგნით გავთხარეთ და ეს ტბა მერე წავიდა თავისებურად თავისით აი ესე სიღრმეში. ანუ თორემ თავდაპირველად ჩვენ გავთხარეთ აი აქამდე ეს ტბა და წამოვიდა აი აქამდე და სულ ჩავარდა. მოკეთ, ეს ადრე იყო ჩვენი მეორე ტბა, მაგრამ მე დაშეწენიკებდა მოვაშორეთ იმის გამო, რომ ჩვენ გქონდა ძალიან დიდი ხიფათი იმისა, რომ ეს ტბა გადმოვიდოდა ასე და დატბორავდა მთლიან სოფელს. ანუ აი ამ სოფელს, აი ამ ტბას რო ხედავთ მეგობრებო, ეს ტბა არავის არ უშლის. ანუ საერთოდ არავის არ უშლის, აქ დგას, მაგრამ ეს ტბა იდგა პირდაპირ მთაზე. და როდესაც მოვაშორეთ ეს მთა, აი სულ აი აქ რამოდენიმე ბლოკით იყო განლაგებული ტბა და მე და შეწენიკებს გქონდა ძალიან დიდი საფრთხეში გქონდა სოფელი, რომ ეს ტბა წამოვიდოდა კალაპოტიდან ამოვარდებოდა და წამოვიდოდა ჩვენ სოფელს დატბორავდა. და ამის ხიფათი ძალიან დიდი იყო მეგობრებო, გონიათ ეს რაღაც ხუმრობა. ძალიან დიდი ხიფათი იყო ამისა და ჩვენ შეწენიკებმა ასეთი ისე წესი ასე ვთქვათ დავწერეთ, რომ ეს ტბა, ამ ტბას საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ სოფლისთვის. აი საერთოდ. არც სილამაზე არ ქონდა მეგობრებო, სიმართლე ვთქვათ. ეს ტბა იყო ასეთი ძალიან პატარა იყო, აი მართლა გავდა გუბეს, მაგრამ მაინც ტბა იყო, რომელიც ჩვენ მოვაშორეთ. მოით გადავიდეთ შემდეგ მითზე. და შემდეგი ფაქტი მეგობრებო, აგრეთვე ასე ვთქვათ არის დაკავშირებული ჩვენს ტბასთან. მოგეთ მეგობრებო, აი შეხედეთ. თქვენ ხედავთ აი ახლა აი ამ ჩვენს დიდ ტბას, ხომ? აი შეხედეთ რა მხრივ. დიდი არ არის, უბრალოდ ჩვენთვის ძალიანაც და დიდია. ახლა თქვენ მეგობრებო დახედით, სად არის? სადღაც მეგობრებო დავკარგე მეორე ტბა. აი მეგობრებო შეხედეთ. ეს არის ჩვენი მეორე ტბა, რომელიც არ ეკუთვნის ჩვენს სოფელს დიდი სამწუხაროდ, მაგრამ მეგობრებო თქვენ არ იცით, მაგრამ მე კარგად ვიცი, რომ ეს ტბა იყო ჯერ ესერთით, მეგობრებო, ჯერ ესერთით ეს ტბა იყო დაკავშირებული ჩვენს თავარ ტბასთან. შეხედეთ მეგობრებო, აი აქ იყო გათხრილი ასეთი ძალიან დიდი ასე ვთქვათ ხიდი და გამოდის რომ ეს ტბა იყო ერთი დიდი ტბა. ანუ
მერე, თვითონ ბუნებამ აქ ჩვენი ბრალი არ არის. თავად ბუნებამ რაღაცის გამო აქ მიწები მოკეთ გაითხარა და მიწები აქ დაკავშირდა ისე რომ ეს ტბა და ეს ტბა ერთმანეთს გასცილდა და ეხლა არის ორი დამოუკიდებელი ტბა, მაგრამ მეგობრებო, ადრე, თქვენ არ იცით, მაგრამ ადრე ეს იყო ორი, ერთი იდენტური ტბა, ერთი ტბა. მეორე მეგობრებო ფაქტი, ეს ტბა პრინციპში ეს ტბა და ეს ტბა რომელიც ჩვენ უკვე იცით იყო ეს ტბა მაგალითად იყო გაგრძელებული ამ სოკოდან ამ ხემდე ეს ტბა მიდიოდა სულ აქამდე და ეს დიდი ხიდი რომელზედაც მეგობრებთ რომელზედაც იყო დაკავშირებული ეს ტბა და ეს ტბა იყო ერთი დიდი უდიდესი ტბა ჩვენი სოფლის, რომელიც იყო დაკავშირებული ზუსტად აქედან ხიდი რო იწყება, დამთავრებული ამ ხიდამდე. მოგეთ მეგობრებო, ორი, მარტივი სიტყვებით ვთქვა, ეს ტბა და ეს ტბა იყო ადრე ერთი დიდი ტბა ჩვენს სოფელში, რომელიც ახლა უბრალოდ ბუნების გამო არის ერთმანეთისგან გასწიებული და წარმოქმნიან ორ დამოუკიდებელ ტბას. და ახლა მოით მეგობრებო გადავიდეთ შემდეგ ბოლო ფაქტზე. და მეგობრებო დღევანდელი ვიდეოსათვის ბოლო ფაქტი, რომელსაც მე თქვენ ახლა მოგიყვებით. ჩვენი ცხოველების ფერმა, თქვენ უკვე ძალიან კარგად იცით, ვინაიდან მე ძალიან ბევრ ვიდეოს ვიღებდი ზუსტად ამ ცხოველების ფერმის შესახებ. მოგეთ რა მინდა მოგიყვეთ. აგრეთვე აქ ადრე იყო დიდი მთა, რომელიც ასე გრძელდებოდა. აქამდე მეგობრებო, დიდი მთა არ იყოს, უბრალოდ, როგორც ესეთი რა პატარა მთა. მოკეთ მე და შიწენიკებმა შევავიწროთ ეს მთა, ეს მთაც ასე თქვა გავჭერით შუაზე და აქამდე ჩამოვიყვანეთ და აქ ჩვენ ავაშენეთ მერის აქ ადრე იყო მერის სახლი და თქვენ ვერ დაიჯერებთ. აქ ადრე იყო მერის სახლი და ამ ადგილას, რომელზეც დგას ახლა თანამედროვე ჩვენი მერის სახლი, აქ იყო ადრე აუზი. აქ იყო პატარა აუზი, რომელზედაც არ ვიცი. მე და შეწენიკებით ცურავდით. აქ ადრე იყო ისეთი აუზი, სადაც შეიძლება ცურავობათ. აქ ადრე იყო განლაგებული პატარა აუზი, მოკეთ რაც მინდა გითხრათ. და იმ ადგილას, სადაც ახლა დგას ჩვენი ცხოველების ფერმა, იდგა ადრე მერის სახლი, აქედან გრძელდებოდა და ასე მიდიოდა. შემდეგ მეგობრებო ჩვენ ვიფიქრეთ და მერის სახლი რატომ უნდა იდგეს სოფლის ბოლოს? მერის სახლი უნდა იდგეს სოფლის შუაში. თავად მერმაც ეს იფიქრა და ამ ადგილას ჩვენ მოვაშორეთ ეს სახლი. აქ იდგა მეგობრებო ადრე ორსართულიანი სახლი. მერის სახლი ორსართულიანი სახლი იყო ადრე ასე ვთქვათ და აქ მოვაშორეთ ჩვენ მერის სახლი და გადავიყვანეთ აქა და აქ ჩვენ მოვაშორეთ აუზი. აქ ჩვენ მეგობრებო მოკეთ ავაშენეთ ცხოველების ფერმა და აუზი არ დავაბრუნეთ. ვინაიდან ჩვენ ვიფიქრეთ რომ ერთი ტბა უკვე დიდი გვაქვს, სადაც შეიძლება ნორმალურად პლაჟის ასე ვთქვათ გაკეთება და აქ აუზი სოფლის შუაში რა ჯანდავად გჭირდება ასე ვთქვათ მეგობრებო. და ჩვენ შეწენიკებთან ერთად ვიფიქრეთ და მოვაშორეთ ეს აუზი ჯანდაბაში ასე ვთქვათ, დავაყენეთ აქ მერის სახლი და ამ ადგილას ჩვენ დავაყენეთ ცხოველების ფერმა. ეს ცხოველების ფერმა მეგობრებო ახალი არ არის, ეს ცხოველების ფერმა სულ 1 წელია რაც არის. წარმოიდგინეთ მეგობრებო, ამ ადგილას ადრე იყო მერის სახლი და ამ ადგილას ადრე იყო სოფლის აუზი. მოგეთ მეგობრებო დღეს თქვენ მოგიყევით ასეთი ძალიან საინტერესო ფაქტები ჩემი სოფლის შესახებ. და ეს ფაქტები ხოდ არის ნაწილია იმ ფაქტების, რომლებიც ახლავს ჩემს სოფელს. და თუ თქვენ მოგეწონებთ ეს ვიდეო, თუ დაალაიქებთ და თუ კომენტარებში დაწერთ, რომ კიდე გინდათ მეორე ნაწილი იმისა ჩემი სოფლის ფაქტების შესახებ, აუცილებლად გავაკეთებ. ახლა კი მეგობრებო, ამით დავამთავრებ ჩემს ვიდეოს. ჩემი ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვიდა. თუ მოგეწონთ ეს ვიდეო ლაიქეთ. მადლობა დიდი ვინც უყურა ამ ვიდეოს ბოლომდე. ახლა კი მეგობრებო, დაგაშვებებით. ნახვამდის.